მოგესალმებით ჩემო ძირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო, დღეს ჩვენ ვნახოთ ესე იგი ჩვენი მომდევნო თვის მაისის პროგნოზი. ანუ ვნახოთ რა იქნება, ვიცი რომ გიყვართ ეს გაშლა. პირველ რიგში მინდა ვნახო რა თქმა უნდა ვისთვის იქნება თქვენი ეხლანდელი ენერგიები, რა ხდება ეხლა. და მერე უკვე რა თქმა უნდა გადავალთ ჩვენ სხვა საკითხებზე, როგორც ყოველთვის. ჩვენ გვაქვს სამი თემა, ხო? ანუ ესე იგი საქმიანობა, ფინანსები და ურთიერთობა. დღეს რაღაც ძალიან სხვადასხვა დასტურმა მოითხოვეს მუშაობა და ვკითხოთ, რა ვიცი, რა უნდა გვითხრა ზოგისთვის, ახლა არც კაი ხანი არ მომიკიდე ხელი, მაგრამ შევხედოთ ახლა ჩვენ, ხო? რა ენერგიები შემოდის მაისში თქვენთან, რით გაგახარებენ და ახლა გადავედით უკვე სფეროებზე. ანუ ავიღოთ ჩვენ პირველი რა თქმა უნდა, აი რას ტოვებთ უკვე, რა აღარ იმუშავებს. თქვენთვის უკვე რა всё, დასრულდა, დამთავრდა. და რა შემოდის, რა ენერგიები შემოდის თქვენთან, საქმიანობა თქვენი სწავლა ვის რა, ხო? შემდეგი ვნახოთ ფინანსური მდგომარეობა, ხო? ფინანსური ჩვენი მდგომარეობა ვნახოთ, რა უკვე აღარ გემსახურებათ, აღარ გჭირდებათ დავტოვოთ და რა შემოდის, ესეც ვნახოთ, რა თქმა უნდა. და ურთიერთობა დღეს ძალიან ისეთი, აი მან არა თუ იცით, ახლა ხო იცით ბევრმა რომ როგორი დასტა არის და ეს კიდე ესეც მასეთი ძალიან ეს სექსუალური, ეროტიკული დასტა არის და მოითხოვა, გითხოთ ჩვენც ხო, რა უნდა მაგას, რა მიდის ურთიერთობიდან და რა შემოდის, ესეც ვნახოთ. всё, დავიწყოთ ახლა. ანუ ой, ჩემო სიხარულებო, ახლა აქ იქნება რაღაცა ინტერესო თქვენთან. ნახეთ, ეს უეჭველი იმათთვის, ვისაც დაუშვათ თქვენ ყავთ ადამიანი, რომელიც თქვენ ძალიან გიყვართ, შეიძლება ქმარი, შეიძლება ადამიანი, რომელიც დაუშვათ თქვენ ან დაიწყეთ, აქ ნახეთ კიდე, ზოგის ცხოვრებაში შეიძლება შემოვიდა ადამიანი, რომელიც არის როგორც ამ ეტაპზე ეხლა თქვენ გრძნობთ, რომ ეს ადამიანი არის ძალიან მნიშვნელოვანი თქვენთვის. ეს როგორი მომენტი არის? ანუ მე გელოდებოდი შენ, მე ასეთ ადამიანს ველოდებოდი, მაგრამ ეხლა თქვენ გაქვთ ამ ადამიანთან ძალიან ისეთი, აი ახალი ურთიერთობა ან განახლებული, ნახეთ ახლა საჯარო გაშლა გვაქვს ჩვენ, ამიტომ შეიძლება თქვენი მამაკაცი დაუშვათ ეხლა არის ისეთ ენერგიებში, სადაც ეხლა ეს პირველი სიგნიფიკაცია, სადაც ეხლა სხვა, აი თითქოს იცით როგორ არის, აი არის ესეთი მომენტი, რომ თქვა დაშორებულები იყავით, შერიგდეთ და ეხლა აი განახლებული მოდის ურთიერთობა, აი ახალი ეტაპი, აი როცა იჩხუბები და შერიგების პროცესი რო არის, ხო ხდებით, აი ეგეთი რაღაც მომენტი არის აქ. კიდე არის სიტუაცია, როცა დაუშვათ თუ ეს მამაკაც არ ეხება, აქ თქვენ ხართ ისეთ ენერგიაში, რომ შეიძლება იწყებთ რამე საქმეს, რომელიც თქვენ ძალიან მოგწონთ, რომელიც თქვენ გიხარიათ, სადაც თქვენ გრძნობთ თავს პროფესიონალად რა. აი ესეთი ენერგია შეიძლება იყოს რა. როცა მე ვაკეთებ რაღაცა საქმეს, ბიჭებო თქვენ ხო უეჭველი რაღაცა გაქვთ, შეიძლება რამე გაიცანით ვიღაცა ქალი და გინდათ რომ აი ეს ქალი არის ჩემთვის ძვირფასი, ამ ქალთან კარგად ვგრძნობ თავს, ანუ სიყვარული გეწვიათ შეიძლება თქვათ, ახლა აქ ზოგისთვის даже შეიძლება დიდი ხანიც არ ქონდა ეგეთი თქვათ ეტაპი და აი ეხლა ეწვია ეგეთი სიყვარული. თუ საქმიანობას დაუბრუნდებით, რა თქმა უნდა, ადამიანი აქ უნდა იყოს კმაყოფილი იმით, რაც არის მის ცხოვრებაში. ყოველ შემთხვევაში გეუბნებით, რომ აქ ახლა არ არის არანაირი ცუდი ისეთი თქვათ ენერგიები,
რომ მე ვთქვა რომ აი არა აქ ან კიდე არის როგორი იცით რომ მე ვფიქრობ რომ აი ეს საქმე თუნდაც რაღაცა გულის უხარია გულის სიხარული არის რა რაღაცა შეიძლება ზოგი ფიქრობს და გრძნობს აი ნახეთ გრძნობთ ინტუიციით ხვდები თქვენ რომ მე ვგრძნობ რომ აუცილებლად შევხვდები ადამიანს რომელიც იქნება ჩემთვის აი მნიშვნელოვანი შეიძლება შეგრძნება გაქვთ რაღაცა ეგეთი თქვენი ინტუიცია გეუბნებათ რომ კი ან თქვენ თვითონ შეიძლება ფიქრობთ რომ აი ეს ადამიანი ვისთანაც ახლა მე ვარ აი მასთან მე რაღაცა ან კარგი პერიოდი მერლდება შეიძლება даже სერიოზული შეიძლება ზოგმა თქვა даже შემოგთავაზა და სრულიად მოულოდნელად დაუშვათ ან თქვათ მოდი დავკორწინდეთ ან თქვენ თვითონ აქ ძალიან მაგარი ინტუიცია გაქვთ და თქვენ რაღაცა შეგრძნება გაქვთ რომ ეს ჩემი ადამიანია აი ეს მე მიყვარს და მე ეს სიყვარული რომელიც ჩვენ გვაკავშირებს ძალიან მომწონს და მიხარია ზოგისთვის შეიძლება ხო გეუბნებით პროცესი აი ნახეთ კიდე ძალიან პატარა ვიღაც ადამიანების ცოტა პატარა ახლა ესე წერტილოვანად რო ვთქვათ შეიძლება ადამიანი მამაკაციც შემოვიდა თქვენ ცხოვრებაში რომელიც არ არის თავისუფალი მაგრამ გიზიარებს თქვენ თავის სიყვარულს და შემოგთავაზა რაღაცა სამკუთხედში ყოფნა და რომ თქვენ იყოთ ფარული ქალი შეიძლება აქ ეგაც იყოს ყველასთვის არა მაგრამ კი ბატონო მაგრამ ის რომ რაღაცა მნიშვნელოვანი ხდება ახლა თქვენს ბედში ეს უეჭველე ანუ აქ თქვენ უნდა ამას გრძნობდეთ მიხვდეთ так რა მოდის ძალიან კარგი პერიოდი მოდის იმიტომ რომ თქვენ აი აქ ნახეთ თითქოს რაღაცა ბევრისთვის იქნება როგორი მომენტი თუ იყავით თქვენ დიდი ხანია მარტო ხო და გული გტკენოდა და შეიძლება ფიქრობდეთ აი ჩემი არც არაფერი არც არავინ არ შემოდის და არც არაფერი აქ დამთავრდება ეს პერიოდი თუ დაუშვათ იყო სიტუაცია აქ არის კიდე როგორ თუ რამე გულის ტკენა იყო თუ დაუშვათ იყო აი გაუგებრობა აი აქაც ხო ვთქვით რომ სამკუთხედზე ჩვენ ხო აქ თითქოს თქვენ რაღაცა გადაწყვეტილებას მიიღებთ აუცილებლად ანუ პერიოდი მოდით ასე ენერგიით ვეთყოთ იმიტომ რომ ახლა ჩვენ განვიხილავთ რაღაცა რთული პერიოდი რომელიც აი რაღაცა ილუზიები ფანტაზიები რაღაცა კიდე როგორი მომენტი აი რაღაცას დასვავს წერტილს აი მოდით ახლა ვნახოთ რომელ სფეროში რომ ჩვენ ახლა აქ არ ვიმკითხავთ გვაქვს ჩვენ აგერა ყველაფერი და გავიგოთ ახლა პირველი ახლა ჩვენ გვაქვს ანუ საქმე აი აქაც ხო ხედავთ მიდის რაღაცა ნახეთ აქ არის როგორი სიტუაცია შეიძლება აქ შიშებს ვერ ვეტყვი მაგრამ ამავდროულად აქ ისეთი რამე არის რომ შეიძლება თან ეს ხო წავა შემიძლია ვთქვა ისეთი აქ ვიღაცი რა ვიცი მე არიან სუშლისტი რომ აი თუ რამე გქონდათ შფოთვა თუ რამეზე ნერვიულობდეთ შეიძლება თქვენ ახლა რაღაცაზე ფიქრობდით ხო თქვენს საქმეზე მაგრამ აქ ამ შემთხვევაში მე ვეტყოდი რომ ადამიანს გქონდა აი შეიძლება არჩევანის წინით ეგეთ ხო შეიძლება даже ცუდი სიზმრებიც გქონდათ თქვა ან შეიძლება შიში გქონდათ იმისი რომ რა ვიცი გამომივა არ გამომივა იქნება არ იქნება ეგ სიტუაცია როგორ იქნება აი რაღაც ეგეთი მომენტები მიდის თქვენი ცხოვრებიდან კი აი თითქოს აგდებთ თქვენი ცხოვრებიდან იმას რაც თქვენ არ გაძლევთ აი უძლური იყავით რაღაცა მე კი ვოცნებობდი რაღაცაზე მაგრამ აი ძალასაც ვდებდი მაგრამ არ გამომდიოდა მიხვდეთ აი სწორედ წავიყვანე წაკითხვა ხო ხედავთ კარტი მანც დამიდასტურეს რა იმიტომ გვეუბნებიან რომ აქ რაღაცა დასრულდება რაღაცა თუ შენ ახლა შეიძლება даже არჩევანის წინაც თუ იდექი დასრულდება ეგ სიტუაცია შეიძლება შენ ერთ რამეზე ოცნებობდი მაგრამ არ გამოგდიოდა ეს პერიოდი დასრულდება ნახოთ აბა რა შემოდის თქვენ ცხოვრებაში აი ნახეთ გეუბნებით აქ იხსნება კარი ძალიან მაგარი სიტუაცია თუ სიტუაცია რომელიც აი კარი გეხსნება ცად თუ დაუშვათ რამე სიტუაცია
აი ნახეთ ეს ძალიან საინტერესო დასტა რა არის ეს რა ქვია არკანი არის აი ნახატი რა ხო რომ შეიძლება ჩვენ ვთქვათ რომ კარები იღება შეგვიძლია ვთქვათ რომ კარები იკეტება ხო აი ესეთი ორმაგი აქ რაღაც მომენტი და აი აქ შემიძლია გითხრათ რომ აქ კარები დაიხურება იმაზე აი თქვათ იგივე მოლოდიჩში რომ ჩვენ აქაც ხო გითხრას რომ რაღაცა პრობლემები რაც შენ გაწუხებდა აქაც ხო მიდის და აი ზუსტად აქ გვაჩვენებენ რომ კარები დაიხურება, ანუ თქვენს მოლოდინს, იმიტომ რომ 20 შენ ოცნებობ, ესე იგი შენ რაღაცას ელოდები. ანუ რაღაცას ვთქვათ, აი და მოლოდინი, ეხლა არ არის სუნთლად კაი რაღაცა თემა რა, რომ ზიხარ და ელოდები და რას ელოდები აზერა ხარ, ხო? ვთქვათ, ეხლა და ამიტომ ეს დაიხურება რაღაცა მომენტი, რომელიც თქვენთვის იყო მტკივნეული, რასაც ვთქვათ, აი შეიძლება დანაკლის განიცდიდეთ რამეს, ხო? შეიძლება სამუშაო არ გქონდა თქვენ დაუშვათ და ელოდებოდეთ მტკივნეულად მაგას, რომ ან თქვათ პერიოდი, როცა მართლა არაფერი ისეთი არ ხდებოდა და შეიძლება კლიენტები დაკარგეთ, ბიზნესი დაკარგეთ, სამსახური დაკარგეთ და აი ახლა კარები გაგეხსნებათ. კარები გაგეხსნებათ და კი, აი კარი იყო დახურული, კრიზისი იყო, რაღაცა კრიზისში შეიძლება იყავით, იმყოფებოდეთ თქვენ, მაგრამ ნამდვილად ამას მოერევეთ, ამ სიტუაციას თქვენ მოერევეთ რა. შეიძლება დაუშვათ რამეს სწავლობდეთ და მოგიწიეთ, თქვა დაუშვათ თქვენ გადადება, იმიტომ რომ ფული არ გქონდათ დაუშვათ, ხო? ან არ გამოგდიოდეთ ახლა. ნამდვილად გამოხვალ. კიდე ვიღაცა მართლა დაამთავრებს აქ ახლა ამ პერიოდში რა თქმა უნდა სწავლას არ იყო თქვენთვის შეიძლება ადვილი ეს სწავლა მაგრამ შედეგი იქნება ძალიან კარგი კიდე შეიძლება თქვენ იყავით როგორ იცით რომ აი არიან ზოგი რომ მუშაობს მე რო გეუბნებით ხოლმე რომ გადეთ ახლა ხალხში დაანახეთ თქვენ ვინახართ რითი ხარ დაკავებული რომ უმრავლესობა ადამიანება ნახეს თქვენი ნიჭი ასე თქვათ ხო მაგრამ თქვენ შეიძლება ფიქრობდეთ რომ აი რა ვიცინეთ ვის უნდა ან რაღაცა აი ზუსტად ეს თემა არის რომ თქვენ ბოლოს და ბოლოს ადგებით და იტყვით რომ არა всё გავდივარ აი თითქოს ასპარეზზე გადიხართ რა აი რაღაცა თქვენი ნაშრომი, რასაც თქვენ აკეთებდეთ, ხო, რაშიც თქვენ დებდეთ თქვენს ენერგიას, აქ გამოჩნდება აუცილებლად რა, იქნება რაღაცა კარების აქარი გახსნა. კიდე შეიძლება დაუშვოთ თქვენ ახლა აქ გინდოდათ სადმე სამუშაო წასვლა, მაგრამ ვერ რამე საბუთებს შეიძლება ვერ აკეთებდეთ, ხო, რაღაცა მომენტები იყო, ხო, ვერ გეხსნებოდა, თქვა ვიზას ვერ გიკეთებდნენ დაუშვოთ, ხო, წასვლა გინდოდა თქვა სამუშაო და რაღაცა აქ გვაჩვენებენ ჩვენ რომ წინსვლა გექნებათ ყველანაირად და თქვენი აღიარება, იმიტომ რომ ბოლოს და ბოლოს თქვენ მოერიეთ რაღაცა სიტუაციას რა. აი ძალიან კარგი პოზიცია მოდით ვნახოთ ახლა ანუ მაისში იქნება თქვენთვის რაღაცა ძალიან მაგარი წინსვლა იმიტომ რომ თქვენ აქ კი აკეთებდეთ რაღაცა შეიძლება ძალიან განიცდიდეთ მტკივნეულად ამ სიტუაციას რომ შედეგი ხო მინდა რომ იყოს და აი გეუბნეთ კარები გაიღება აქ ფინანსები რა მიდის ვნახოთ რა მიდის და აი გაუგებრობა ფინანსებში შეიძლება ხან იყო ხან არ იყო ხან მოდიოდა ხან არ მოდიოდა ფინანსები და არასტაბილურობა რა შეიძლება შპოთვა გქონდა თქვა ახლა თქვენ განიცდიდეთ დაუშვათ ახლა არ იყო სტაბილური მაინც მთვარი ხო იცით მაინც უფრო მღელვარობა ახლავს ხოლმე მთვარეს რა იმიტომ რომ არ ვიცი რა იქნება შიშები და შპოთვები იმიტომ არის მთვარის რო ამბობენ ხოლმე აი ზუსტად ეს მომენტი არის რომ აი თითქოს არ ვიცი რა ხან იყო ხან არ იყო ან რა იქნება ან როგორ იქნება აი შეიძლება თქვათ ეგეთი მომენტები გქონდეთ ეს მიდის და აბა რა მოდის ვნახოთ ახლა так მოიცა ეს ასე ხო რა მოდის თქვენთან აი რა მოდის და ნამდვილად აქ ექნება რაღაცა ახალი შანსები. შეიძლება აქ მოდით ამოვიკითხოთ, ახლა აქ ძალიან ბევრი საინტერესო ინფორმაციას გვაძლევენ. იმ ცოდნიდან, რომელიც თქვენ აი აქ მიღებული, თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ძალიან კარგი ანაზღაურება, იმიტომ რომ ახლა აქ არის მაღალი არკანი არის, ხო? 6-იანი. აქ ადამიანები თქვენ გადაგიხდიან, აი აქ მიიღებთ თქვენ ახლა ერთი სიტყვით რო თქვა, მიიღებთ კარგ შემოსავალს იმ
თანხებზე, იმ საქმეზე, რომელიც თქვენ მოგწონს, გულით, რომელიც თქვენ გაქვთ არჩეული. აი, აქ თქვენ კიდე ნახეთ, შეიძლება ზოგისთვის, აი, ძალიან საინტერესო მოდის აქ ინფორმაცია, ნახეთ, როცა რაღაცა კიდე გეძლევა თქვენ შანს, ვიღაცა თქვენ აგირჩევთ რაღაცაში, შეიძლება მასწავლებლად აგირჩევენ თქვენ, დაუშვათ, ახლა აქ ბევრი ხართ, მე გეუბნებით სხვადასხვა ინფორმაციას. დაუშვათ, მუშაობთ, თქვათ, ახლა როგორც მასწავლებელი, არა აქვს მნიშვნელობა, რასაც სწავლეთ, ხო? ვაფშე არ იქნება და იმისი რა ფონტუშების გამოცხობასაც სწავლეთ, არა აქვს მნიშვნელობა. მაგრამ აქ თქვენ აგირჩევენ როგორც მასწავლებელს და ნამდვილად ეს შეიძლება და ან დამატებითი რაღაცა იქნება. კიდე ნახეთ ახლა მოდის ინფორმაცია, თუ თქვენ გჭირდებოდათ რეპეტიტორი დაუშვათ, ხო? მაგისთვის ფული გექნება. თუ დაუშვათ, თქვენ აგირჩევენთ, ხო? თქვენ დაუშვათ ხართ, ფიქრობდით, რომ აი არ ვიცი მაგ საქმიანობიდან მექნება ფული, კი გექნებათ, იმიტომ რომ თქვენ იქნებით არჩეული რა. რადგან თქვენ აგირჩევენ, ესე იგი თქვენ გადაგიხდიან. შეიძლება აქ ვიღაცასთან თქვა დაუშვოთ თქვენ, რამეს თუ ასწავლეთ, კიდე სხვა საგანსაც დაამატებთ და თქვენ აგირჩევენ, რა თქმა უნდა და კიდე რაღაცა იქნება დამატებითი შემოსავლის წყარო. თუ სამსახურს ეძებდეთ თქვენ დაუშვოთ აი აქ და ან კიდე დამატებითად გინდოდათ რამე სამსახური დაუშვოთ თქვენ აგირჩევენ. აქ თქვენზე არის არჩევანი, გამიგეთ რა ხდება და როცა ჩვენ ფულზე ვსაუბრობთ, როცა ახლა რა თქმა უნდა შენ ის რაღაც ახალი მიმართულება შეიძლება რომელიც შენ აირჩიე, ხო? აი თქვათ კიდე, დაუშვოთ ახლა ჩვენთან გოგოები სწავლობენ, თქვათ ასტროლოგები არიან, მე თქვათ ტაროს სწავლობენ, ზოგი თქვათ ნუმეროლოგიას და უმატებენ კიდე თქვავის თავის ცოდნას კიდე რაღაცების სიტყვაზე, ეს მაგალითია, ხო ხვდებით რა? და აი დაუშვოთ იღებდა ფინანსებს ასტროლოგიდან და ეხლა ტარო დაემატა სიტყვაზე, ეხლა ტაროსაც ჩააოქსო, თქვათ იქიდანაც წამოვა დაუშვოთ ეხლა ნაკადი, ხო მიმიხვდეთ. აი ეს როგორც მაგალითს გეუბნებით, თქვათ, ხო? შეიძლება თქვენ მაღაზია გაქვთ მარტო თქვათ ყიდე თქვათ ფეხსაცმელებს დაამატეთ თქვათ ჩანტები კიდე, ხო? იქიდანაც წამოვას თქვენთან ეს შემოსავალი, იმიტომ რომ თქვენ შემებჭობდეთ, არ ვიცი, ახლა იქნება რამე, არ იქნება, წამოვა იქიდან ფული, არ წამოვა, მე რა ვიცი, ახლა კი თქვათ მეუბნებიან შეიძლება თქვათ მომხმარებლები რომ მოიტანეთ ეს ჩანტებიც, მაგრამ არ ვიცი იქნება თუ არა. ეს მაგალითს გეუბნებით. შეიძლება სამსახური გაქვთ, მაგრამ კიდე გინდოდა დამატება სამსახურის და ფიქრობდეთ, რა ვიცი, ამირჩევენ, კი აგერჩევენ, შენ აგერჩევენ, კიდე ფულზე რა იქნება აქ. კიდე, რა თქმა უნდა, კიდევაც გვეუბნებიან ჩვენ, რომ აქ რაღაცა შემოსავალი იქნება, იქიდან კიდე სადაც აი თქვა ძველი საქმიანობიდანაც კი, იქიდანაც წამოვა ფინანსები, იმიტომ რომ აი აქ ვიღაცასთან შეიძლება დაბრუნდეს ძველი კლიენტები, ესეც იქნება და იქნება რა თქმა უნდა, კარგი შემოსავალი მოვა თქვენთან, რომ ვერ მოერევით, ნახეთ რამდენი რაღაცები მოდის თქვენთან რა. და აქ ყველა ვარიანტში მეუბნებიან, რომ თქვენ რაღაცებს აკეთებთ იმისათვის, რომ თქვენ გქონდეს შემოსავალი, თქვენ თუ დივანზე წევხართ, აქ თქვენი გაშლა და ეს პოზიცია არ იქნება. აქ ვაჩვენებენ ჩვენ იმას, რომ ადამიანს თუ დაუშვოთ, თქვენ რამე გქონდათ პრობლემები სიტყვაზე, ხო? ეს პრობლემებიც წავა თქვენიდან, იმიტომ რომ ნახეთ, აქ ადამიანი შრომობდა რაღაცა გამოცდილება პლუს კიდე რაღაცა გამოცდილება გაქვთ თქვენ ძალიან კარგი და აი ამ გამოცდილების გამო მე აი აქაც რო გითხარით რომ თქვენ აგირჩევენ იმიტომ რომ თქვენ გამოცდილება გაქვთ და ამიტომ მოგცემენ შანსს რომ ეს თქვენ აგირჩევენ ესე იგი ფულსაც მოგცემენ გამიგეთ ფულზე გვაქვს აქ საუბარი ჩვენ და აქაც მაჩვენებენ რომ თქვენი გამოცდილება თქვენ იცით როგორ რანაირად და თუ დაუშვოთ თქვენ გაქვთ რამე წყარო ხო იქიდანაც მოვა თანხა თან აქ ისეთი არის რომ იმდენი მოვა რომ თუ მოერევეთ კაია რა ახლა მხოლოდ თანხები რა იმიტომ რომ თქვენ ეს დაიმსახუროთ თქვენ აქ ბევრს შრომობდით კი ბატონო ძალიან ბევრი ფული სხვათა შორის მოდის აი აქ უბრალოდ სხვათა შორის ვიღაცას იქნება გამოცდა ამით რომ აბა თუ მაგდენს მოერევე თუ რას იზავ აქ სხვათა შორის ცოტა იყავით როგორ იცით
აქ ვიღაცასთან ესეთი როგორი გაფრთხილება არის, ნახეთ, შეიძლება აი ფრთხილად იყავით ფულთან, რომ არ სანამ თქვა დაუშვათ დიდი ფული შემოვიდა თქვენთან, ხო? ცოტა ხანი არ დახარჯოთ ეს ფული, გქონდეთ, იმიტომ რომ შეიძლება რაღაცა სიტუაცია იყოს ისეთი, რომ აი ნახეთ, როგორ გითხრათ იცით, აი კარგად რო აგეხსნათ. რამე დიდი ფულის დახარჯვა არ იყოს აქ, მაგრამ ეს შმაკის ფული როგორია, იცით, უფრო კი არის ზოგჯერ აჩვენებს ძალიან კარგს, მაგრამ შეიძლება ზოგი თანხა არა, всё. ზოგისთვის ნახეთ, თუ თქვენ დაგჭირდებათ თანხა სასამართლოსთვის, თუ თქვენ დაგჭირდებათ თანხა რამე საქმესთვის, ხო? თუ თქვენ დაგჭირდათ, თანხა უცბად დაუშვათ, აქ რაღაცა თანხა მიდის. გამიგეთ? რაღაცისთვის ეს არის გეუბნებით სასამართლო, ეს არის თანხა, ვთქვათ, რამე საბუთებისთვის, ვიზა, ну ეგეთი რამე, გამიგეთ, სესხი შეიძლება, გამიგეთ, თქვენ ამაში გაგიწევენ დახმარებას, დაგეხმარებენ. იმიტომ რომ ეს რაღაცა იოლი ფული რატო არის რა? იმიტომ რომ ჩვენ რო ვსესხულობთ თუნდაც, ეს არის იოლი ფული, იმიტომ რომ მომცეს, მე არ მუშაობდი, მე ვთხოვე და მომცეს, გამიგეთ რა ხდება? მაგრამ აი აქ თუ თქვენ დაუშვათ და გჭირდებათ რამე, თქვათ, საჭიროება მოითხოვს, ხო? აქ თქვენ მოგცემთ. კიდე შეიძლება თქვენ მოგეცემათ საშუალება, რომ გადაიხადოთ და დახუროთ რამე, თქვათ, თუ გაქვთ თქვენ რამე ვალდებულება. მიხვდეთ, ვიღაცა სადღაც, ვიღაცა დაგეხმარება. კი ბატონო, ხო. კი, აქ ნუ ნახე, ძალიან გაგეხარდებათ. ეს სიხარულე, ეს ცუდი არ ყოფილა, არა. კარგი სიტუაცია. დაუშვათ, თქვენ დაგჭირდათ ფული, ნუ თქვათ, გასაცემად რაღაცისთვის, თქვათ, ახლა ბილეთის ყიდვა გინდათ, სადმე თქვათ, ახლა მიდიხართ, რა ვიცი მე, რაღაცა ისეთი მნიშვნელოვანი და აქ თქვენ მაგას გაძლევენ, ნახეთ და ძალიან კმაყოფილი იქნებით თქვენ, იმიტომ რომ შეიძლება даже მოგეხმარებათ თქვენიან მამაკაცი დაუშვათ, თქვენი ქმარი შეიძლება აი აქ ისეთი მოვა, რომ გახარებული რამე საჩუქარი გიყიდოს, ისეთი რომ თქვენ გაოცდებეთ. ნუ არის რაღაცა საინტერესო ის პოზიცია სხვათა შორის ძალიან რა. შეიძლება თქვათ, ახლა კაი საჩუქარი გაგიკეთოს, თქვათ, ნუ თქვენმა პარტნიორმაც რა. ან ახალი გაცნობილი თუ ვიღაცა მიყოლებათ, შეიძლება მოვა და ისეთი საჩუქარი და აქ შეიძლება სხვათა შორის ვიღაცასთან მოვა ისეთი მამაკაცი, რომელიც თქვენ ვალებს გაისტუმრებს, რო იცოდეთ თქვენ. ან ხო, აი თქვათ, ახლა უცბად შემოუვარდება ფული და თქვათ, ადგება და თქვენ ვალებს გაისტუმრებს, ნუ არ ვიცი, ეს წერტილოვანია, რა თქმა უნდა. მაგრამ აი სიძლიერე რო გექნება თქვენ და ამ თვეში რო არ იქნებით უფულოდ, ეს 100%-იანი ასეა. როცა რისთვისაც თქვენ დაგჭირდებათ, აი რა გადასახადებიც თქვენ გაქვთ, ხო? შეიძლება აქ თქვენ ნახათ, რაღაცა თქვენი სურვილებისთვის გაქვთ აღებული აქ ისე რა ქვია, სესხი სიტყვაზე, ხო? ამას თქვენ გასცემთ, ნუ მისცემთ რა, რაღაცა, ნუ არ გექნებათ პრობლემა, იმიტომ რომ აქ ვიღაცა ან დაგეხმარებათ, ან თქვენ შეძლებთ, თქვათ, გექნებათ მაგისი ძალა, რომ თქვენ ახლა დახუროთ, აი ყველანაირად, აქ ზოგისთვის ვაფშე შეიძლება მთლიანად დახურავთ ვიღაცა, თუ გაქვთ რამე სესხი. რაღაცა ისეთი შემოვა სიტუაცია, ან გზავნილი შეიძლება ვაფშე რაღაცა სწავლი მოხდეს მართლა და აი ჩემთან მაგალითად ნუ ხდება ისეთი მომენტები, რომ ზოგი ადამიანი სიტყვაზე აი სრულიად მოულოდნელად კონსულტაციაზე 3 მაგ და 4 მაგს და ზოგი 5 მაგსაც მიგზავნის, ხო? შენ ხო მაგას არ ელოდები სიტყვაზე, მაგრამ ადამიანი იმდენად მიიღო, თქვათ, ნუ იმდენად ну რა ვიცი ახლა თქვათ ან კმაყოფილი არის ან რაც არის და ან უკვე იცის თქვა დაუშვათ ახლა რა ინფორმაციასაც მიიღებს და აი მართლა ზოგჯერ ესეთ თანხას აგზავნიან რომ მე თვითონ გაოცებული ვარ. გამიგეთ? აი ეს არის ზუსტად რა, როცა შენ პროფესიონალიზმს ისე დააფასებენ, ეს რა თქმა უნდა მოდის სამყაროდან, ხო? ეს რა თქმა უნდა მე რასაც გეუბნებით ხოლმე რომ ეს იგი სამყარო, საერთოდ ფული არის სამყაროს მადლობა რა. ანუ რამდენად საჭირო
ხარ, ხო ხდებით რა. და ამიტომ აქ თქვენ გეხმარებათ იმენა საგვარეულო რა, ძალიან მაგარი რაღაცა, რომ თქვენი ცოდნა იქნება აქ სხვათა შორის თქვენი ცოდნა რას გულისხმობ, პროფესიონალიზმი თქვენი იქნება ძალიან მაგრად დაფასებული. იმიტომ რომ აი შეიძლება даже ნახეთ კიდე როგორი მომენტი იყოს, რომ თქვენი შემოსავალი სრულიად შეიცვლება, იმიტომ რომ თქვენი პროფესიონალიზმი უფრო მეტად დაფასდება. გამიგეთ, აი ეგეთი რაღაცა არის რა. ხო. აი აქ ცოტა რაღაც თავიდან შემეშინდა, მეთქი რამე ისეთი არ მოგატყუონ, მაგრამ არა, პირიქით, რომ აი даже ის თქვენ რაღაცა, ну ჩვენ სესხს რაზე ვიღებთ, ხო, იმაზე რომ თქვა ძირითადად რომ რაღაცა გვინდა მოგვეწონა და ეხლა მინდა და ისე მინდა რომ რა ვიცი, მინდა, ხო? და ვიღებთ სესხს და აი აქ მოხდება რაღაცა გადაფარვა რა, გეუბნებით, ან ვიღაცა დაგეხმარება თქვენ, რაღაცა აი ან თქვენი შემოსავალი შეიცვლება, რაღაცა თქვენი პროფესიონალიზმი და აი, ну ძალიან სასწაული. კარგით, რაღაცა ძალიან გამიგრძელდა ეს თემა. მოდით ახლა ურთიერთობა ვნახოთ. ურთიერთობაში ნახეთ რა ხდება. მიდის თქვენ თუ გქონდათ რამე სიტუაციები, ნახეთ ახლა გაუგებარი შეიძლება იყო მომენტები, როცა აქ სხვათაშორის ვიღაცას, ვისაც ახალი სტადია არის, ხო, ეს უკვე გადავა უფრო სხვა სტადიაში თქვენი ურთიერთობა რა. თუ იყო რაღაცა გაუგებარი კამათები, შეიძლება გქონდეთ აქ, შეიძლება ცოტა სიტუაცია როგორი იცით, ну ვერ ხვდები вообще რა ხდება რა. თითქოს ადამიანი ახლა გამოჩნდა, ადამიანი თქვათ, ახლა აქ შეიძლება რაღაცა აი გარკვევა, ნახეთ, აქაც თქვათ, გვაჩვენებენ რომ რაღაცას გაარკვევ რა. იმიტომ რომ როცა შენ თუნდაც თქვათ ადამიანი შემოვიდა, მოგწონს, კარგად გაქვს ურთიერთობა, ხო, ყველაფერი გადასარევად არის, მაგრამ მაინც ვერ ხვდები, სად მივდივართ вообще რა. ну კაი, ხა გადავდივართ კაფე რესტორანში და შეიძლება თქვათ ახლა უკვე ახლო ურთიერთობაზე და რაღაცა გაქვთ, მაგრამ შემდეგი რა ხდება, ხო? აი ეს გაურკვევლობა მიდის. ну რა მოდის ნახოთ ახლა ჩვენ, ვიდე და აქ ხო გითხარით, მან არა მოკლედ აქ არ ჩავვარდ. აქ მიდის როგორი მომენტი, თუ დაუშვათ, ახლა ნახეთ, ადამიანი თუ ჯერ ეს ერთი ეხლა გეტყვით. თითქოს როგორი მომენტი არის, იცით, აი აქ არის მაინც ადამიანი თუ იყო, აი აქ პოზიცია როგორი, იცით, ცოტა, მოიცა ცოტა ასე ვიზავრო, მაინც არ გამოჩნდეს, რომ YouTube დამიბლოკავს. გეტყვით ახლა მე თქვენ. თუ დაუშვათ, ადამიანი იყო თქვენს მიმართ, აი აქ, ну პირველ რიგში გაუგებრობა ხო ვთქვით, მაგრამ ცოტა სასტიკად გექცეოდეთ შეიძლება, ანუ ნახეთ, ნერვებზე გეთამაშებოდეთ, მოდით ესეც შეიძლება იყოს, იმიტომ არის აქ გარკვევა რაღაცის, ხო? აქ თითქოს, ანუ შეიცვლება სიტუაცია, ეს ნახეთ, აქ შეიძლება იყო მომენტი, როცა ვითომ გაფასებდათ, მაგრამ გაქცეოდათ ცივად. აი ეს სიტუაცია შეიცვლება. ცივად როგორ? ну არის რა თქვა, მოვიდა, წავიდა, კი ძვირფასი ხარ, კი მომწონ ხარ, კი მიყვარ ხარ, მაგრამ აი თითქოს ეს სიტუაცია წავა. ეს წავა ხო, მაგრამ წავა კი ბატონო, მოვა და რა მოვა. მოვა სიყვარული, მოვა, აქ დიდი ეტაპი, ხო? აქ ძალიან სხვა ეტაპი, ხო, იმიტომ რომ უბრალოდ მათ ჩვენეს ახლა უფრო დამიზუსტეს რა სიტუაცია რა, იმიტომ რომ აქ უფრო მათ ჩვენებენ განულება სიტუაციის, სადაც იყო როგორ იცი, დაუფასებლობა ეს მომდის რა. მაგრამ აქ ადამიანი თავის არჩევანს აკეთებს, შეიძლება კიდე აქ როგორ ადამიანი ვერ აკეთებდა დაუშვათ თვითონ არჩევანს ვერ აკეთებთ, თქვენ გაბრალებდით ყველაფერს, ხო? თან გეუბნება, კი, ძალიან ძვირფასი ხარ ჩემთვის, მაგრამ ამავდროულად ახლა, ну მოდიოდა ძალიან მსუბუქად რა, ისე მოვიდა, წავიდა რა, თქვათ ახლა რაღაცა გააკეთა თავის საქმე, წავიდა. ну ყოველ შემთხვევაში, ანუ
როგორი მომენტი არის, იცით, რომ არის ზოგჯერ ისეთი ურთიერთობა, რომ ერთად ცხოვრობ, თქვათ, ან ერთად ხართ, ან დიდი ხანია ხართ, ან მნიშვნელოვანია ხართ, მაგრამ მაინც პარტნიორი არ იღებს პასუხისმგებლობას, იქცევა ძალიან, მსუბუქად ეხლა, ანუ არ იქცევა, თქვათ, ისე როგორც თქვათ, უნდა მოიქცეს, რასაც ელოდებით თქვენ მაგისგან და აქ იმიტომ მაჩვენებენ, რომ აქ არჩევანს გააკეთებს ბოლოს და ბოლოს, შეიძლება პრიორიტეტები იყოს სხვა. დაუშვოთ ეხლა კი, შენ ძვირფასი ხარ ჩემთვის, მაგრამ თქვენ გრძნობდით, რომ რაღაც ვერ გრძნობ, რომ ძვირფასი ვარ შენთვის, ხო? იმიტომ რომ არ იქცევი სერიოზულად და ეს ადამიანი ამას ეხლა არჩევანის წინ იყო და სიყვარულს ირჩევს, იმიტომ რომ ეს იმდენად უძლიერესი გრძნობა და იმდენად თქვენ უკვე დაეუფლეთ ამ ადამიანის ენერგიებით და ყველაფრით, ხო, რომ ვერა რა, აქ არჩევანს აკეთებს თქვენსკენ ეს ადამიანი უეჭველი, კი. იმიტომ რომ მაგას შიში აქ იმისი ამას რაღაცა სიტუაცია შეიძლება იყო აქ თქვენთან, რომ ცოტა ისეთი რა, რომ მაგას შეეშინდა, რომ ვაფშე დავკარგავ მე მაგას, ვაფშე თუ ეგეც აქციელს გავაგრძელებ, მე საერთოდ მე დავკარგავ მაგას და ამიტომ ამჯობინე, რომ ისევ შენთან მინდა მოვიდე, ისევ უნდა გასიამოვნო შენ, აქ სხვადასხვა უდიდესი სურვილიც აქ ადამიანს და ნამდვილად როგორ არის იცით, შეიძლება გაწყენინათ კიდევაც, არ ვიცი, რაღაცას უფრო წარსულს მაჩვენებენ. თუ დაუშვოთ მოხდება რაღაცა ისეთი სიტუაცია, რომ თქვენ გულს გატკენს ეს ადამიანი, იცოდეთ, რომ მე თვითონაც შეიძლება ისევ ესე რა ქვია, გამოასწოროს, იმიტომ რომ აქ ადამიანი მშვენივრად კარგად ხვდება, რომ აი ის განცდები რა, რომელიცაც შეუძლია რომ ვთქვათ განიცადოს, ხოლო თქვენთან არის ეგეთი თემა. თქვენთან როგორც, ანუ დამოკიდებულია სხვათა შორის თქვენთან რაღაცა სექსუალური თემებითაც რო იცოდეთ და ანუ ვერსად ვერ მიდის თქვენგან, სადაც არ უნდა წავიდეს, მაინც თქვენთან მოდის ეს ადამიანი, კი. აქ არის ძალიან აი რაღაცა ახალი ეტაპი ზოგისთვის იქნება, ახალი ეტაპი ურთიერთობის, მე აქაც ავღნიშნე რა. თუ ეს ადამიანი ახალია თქვენთვის, ანუ თქვენ აქ დასვავთ წერტილს, რომ მე ვერ ავიტან უკვე ვერანაირ სიტუაციას, სადაც იქნება რაღაცა გულისტკენა და სისულელე. თუ გინდა ჩემთან ურთიერთობა, სერიოზულად გავაგრძელოთ. თუ არა და ეს რაღაცა ბავშვობა და სათამაშო არ მინდა ნამდვილად რა. აქ რასაც თქვენ ადრე ვერ ეუბნებოდეთ ამ ადამიანს და უფრო ფიქრობდეთ, რომ გაბრაზდება, რაღაცას იზავს, ნამდვილად თქვენ ადგებით და იტყვით, რომ არა. იქნება ან ისე როგორც მე მინდა და ან საერთოდ სხვათა შორის აქ თუ დაუშვათ ადამიანი ვერ გეუბნებოდა თავის გრძნობაზე და ცოტა ცივადაც ექცეოდა, აი აქ ნახეთ სამი მეფე მოდის, ადამიანი იცვლება აქ სხვათა შორის, მაგრამ თქვენთვის სასარგებლოდ შეიცვლება და კიდე შეიძლება რა, ვიღაცა გამოგიტყდება სიყვარულში ადამიანი, რომელიც არ გეუბნებოდა სხვათა შორის სიყვარულს, არ გიხსნიდა, კიდე აქ ინფორმაცია როგორია, ანუ შეიძლება გამოჩნდეს რამდენიმე ადამიანი კიდე, ვისაც, ვინც გეტყვის, რომ თქვათ, მომწონ ხარ, მიყვარ ხარ, რაღაც ეგეთი თემები არის. ერთი თვის განმავლობაში 1000 რაღაცა შეიძლება მოხდეს აქ, ხო? ვიცით, ჩვენ მე ყოველ კვირას კი ვნახავთ, მაგრამ ის, რომ აქ რაღაცა ძალიან კარგი პერიოდი გექნებათ, ეს კი უეჭველი არის, აი ნახეთ, აქაც მოდის ვიღაცასთან ჩქარობს, სრულიად მოულოდნელად ადამიანი, ვისაც ძალიან ცეცხლოვანი პერიოდი გელოდებათ ჩემო ლამაზებო, აქ რაღაცა იცვლება. და ძალიან მაგრად იცვლება სიტუაცია, ძალიან მაგრად, ძალიან კარგად შეიძლება შეხვედრა ვიღაცას, თუ დაუშვათ გქონდა თქვენ რაღაცა ღარებული შეხვედრები იცოდეთ, ისინი უფრო ცეცხლოვანი გახდება. იმიტომ რომ აქ რაღაც მონატრებული ადამიანი ჩქარობს თქვენთან, რომელსაც უნდა რომ თქვენ გასიამოვნოთ, რომ თქვენ ხართ მისი იმპერატრიცა. აქ აიღეთ თქვენი ინფორმაცია, იმიტომ რომ საჯარო გაშლაში იცით თქვენ, რომ უნდა უბრალოდ ახლა უსმინოს შენს ინტუიციას, რომელიც ძალიან მაგარი გაქვთ და რა თქმა უნდა ის ინფორმაცია, რომელიც თქვენო მიიღეთ და მე რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის გისურვებთ ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ კარგს.